Wanna hate me, I'll holla bonjour. Konnichiwa, ciao, ciao. Gamarjoba, kartul, kartul. Gamarjoba, kartul, kartul. Gamarjoba, kartul, kartul. Gamarjoba, gaketi kartul. ადგილი, რომელიც ყოველთვის იზიდავდა გავლენიან ადამიანებს. ისეთებს, როგორებიც იყვნენ თამარ მეფე, სტალინი, ბერია, ხრუშოვი და ბრეჟნევი. ადგილი გრანდიოზული და პომპეზური არქიტექტურული ნაგებობებით ახლა პრაქტიკულად ნანგრევებად დგას. ქალაქი, სადაც ახლა 12000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ოდესღაც ევრაზიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი იყო. გამარჯობა წყალტუბო, მიტოვებულო სამოთხევ საქართველოში. დავიწყეთ. წყალტუბო იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია, ამავე დასახელების მდინარესთან. ქალაქი მცირე დასახლებით, სადაც ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რაც დასტურდება თეთრ მღვიმეში აღმოჩენილი სპილენძის იარაღით, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენს წელთაღ რიცხვამდე მე-4-მე-5 ათასწლეულებით თარიღდება. წარმოგიდგენიათ, რომ მილიონობით წლის წინ რაიონში მდებარე მღვიმეებთან დინოზავრები ცხოვრობდნენ, ხოლო თამარ მეფის დროს მისი მეომრები ბრძოლების შემდგომ ჭრილობების სამკურნალოდ სწორედ აქ ჩამოდიოდნენ. რაიონის ბუნება გამორჩეულია მისი სილამაზით და ისტორიულ-კულტურული ძეგლების რაოდენობით. აქ მართლაც მრავლად შეხვდებით ციხესიმაგრეებს, შუა საუკუნოვან ტაძრებს, მწვანეში ჩაფლულ ლურჯს, ტბებს და მღვიმეებს, რომელშიც მილიონობით წლის სტალაქტიტები და სტალაგმიტები ჯადოსნურ სამყაროს ქმნის და ძალიან რთულია არ დაეჭვდე მათ რეალობაში. ქალაქის ცენტრი გარშემორტყმულია გამწვანებით და მიტოვებული ნაგებობებით. კურორტს მდიდრული წარსული აქვს, რასაც აწმყოზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით. ადგილობრივი მოსახლეობაც კი დიდებული წარსულის მოგონებებით ცხოვრობს. ინსტაგრამის პერიოდში წყალტუბო საკმაოდ პოპულარული გახდა. ამ ადგილს ის ნანგრევები, რომლებიც დღეს შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს. და პანდემიის პერიოდშიც კი მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი იყო საზღვრები, ადგილს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობდა. წყალტუბოს ყოველთვის ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა. თუმცა თანამედროვე წყალტუბოში ცხოვრობს ოტია იოსელიანის ახალი ოჯახის წევრი, რომელიც ქალაქმა და მუზეუმის საქმიანობამ გააცნო მთელ საქართველოს. Gamarjoba, kartul, kartul. Gamarjoba, gaketi kartul. ნუციკო, რომ მოგვიყვე სად ვიმყოფებით ახლა? ახლა ვიმყოფებით სანატორიუმ მეშახტეში, რომელიც მდებარეობს კურორტ წყალტუბოზე. კურორტ წყალტუბოზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1930-იან წლებში დაიწყო როგორც კურორტის ჩამოყალიბება და ესე ქალაქ გეგმარება, როცა შედგა. მანამდე იყო ესე სამეფო ტერიტორია, სადაც ყოველთვის იყო თერმული წყალი, მაგრამ ესე აქტიურად როგორც კურორტის ფუნქცია შეიძინა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. სანატორიუმი ახლა სადაც ვიმყოფებით, დაახლოებით 1950-იან წლებშია აშენებული. როგორც გითხარით, ქვია მეშახტე და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სანატორიუმი შექმნილი იყო მეშახტეებისთვის. წყალტუბოში სულ იყო 23 სანატორიუმი, ახლა მხოლოდ 21-ია სახეზე, ის ორი მთლიანად დანგრეულია და იყო პროფესიების მიხედვით დაყოფილი. იყო მეტალურგი მაგალითად, იყო სამხედრო სანატორიუმი, ახლაც არის, ახლაც ფუნქციონირებს და
დღეის მდგომარეობით, როგორც ხედავთ, დანგრეულია ეს სანატორიუმი. 92-93 წლებში, როდესაც ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და იყო აფხაზეთის ომი, იქიდან იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 10,000 ოჯახი ჩამოვიდა წყალტუბოში, რადგან აქ იყო ძალიან ბევრი სანატორიუმები. დაინგრა იმ პერიოდში თან საბჭოთა კავშირი აღარ ფუნქციონირებდა და პირვანდალის სახე ესე აღარ ქონდა იმ მომენტში შენარჩუნებული, დაკეტილი იყო. და თვითონ აი აქ მეშახტეში 400-მდე ოჯახი შემოვიდა მაშინ და 92-93 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდნენ აქ სანატორიუმის პირობებში. თითო ნომერში იყო თითო ოჯახი შესული, საკმაოდ რთული იყო. როგორც ამ ოჯახებისთვის, ზოგადად მთელი ქვეყნისთვის და კურორტ წყალტუბოსთვის და აი იმ პერიოდიდან აქაურობამ დაკარგა ფუნქცია. 2011 წელს აქ მცხოვრები ოჯახებს აუშენეს შემდეგ კორპუსები, გადაიყვანეს იქ საცხოვრებლად და უკვე კერძო საკუთრებაშია ამ ეტაპზეც თხოვნით ვართ შემოსულები, აღებული გვაქვს ნებართვა და ხო ეხლა კერძო საკუთრებაშია. ჩემთვის გამორჩეული არის მედია, იმიტომ რომ თვითონ ჩვენ სახლ-მუზეუმთან მეზობლად არის. მეგობრობას გამოვარჩევ, იმიტომ რომ პირველი სანატორიუმი იყო, რომელიც აშენდა და არის 1936 წელს აშენებული, ეს იყო პირველი სანატორიუმი. თვითონ შახტი ორიც ეს მეშახტეც ძალიან გამორჩეულია, უბრალოდ შიგნით არასდროს არ ყოფილა არის პირველი შემთხვევა. ასევე მეტალურგი არის ძალიან ლამაზი და ზოგადად ყველა სანატორიუმი გამორჩეული არის თავისი ისტორიით, თავისი ინტერიერით და ექსტერიერით და ეს არის ის ქალაქი, სადაც უდიდესი ხელოვანები ჩამოდიოდნენ, მაგალითად, აქ და არის გუდიაშვილის მხატვრობაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფასადური მოპირკეთება, როგორც ხედავთ და ხო, ძალიან გამორჩეულია და ამიტაც დღესდღეობით არის ცნობილი და პოპულარული. ბევრი ფოტოგრაფი სტუმრობს წყალტუბოს და მისტიური ქალაქია ნამდვილად, რომელსაც ვფიქრობ, რომ უნდა შეუნარჩუნდეს იერსახე, მაგრამ დანგრეული ქალაქის სახელწოდება აღარ უნდა ქონდეს და იმედია, რომ მალე ეს აღარ იქნება. გამარჯობა ქართულად, გამარჯობა გაკეთე ქართულად. წყალტუბოში აღმშენებლობითი სამუშაოები დაახლოებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ამ პერიოდში აშენდა პირველი სააბაზანო და გარშემო მოეწყო სხვადასხვა აუზები. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ 1920 წელს კურორტი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მიახლოებით მისი განვითარება და სტატუსების მინიჭება. 1931 წელს კი სტალინი და ბერია პირველად ეწვივნენ წყალტუბოს. შესაძლოა სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ამავე წლის 31 დეკემბერს გამოვიდა ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბრძანებულება ამიერკავკასიაში სანატორიუმების მშენებლობის შესახებ. ზოგადად მათ უნდა აეშენებინათ ამიერკავკასიაში სანატორიუმები, კერძოდ კი წყალტუბოში. მსოფლიოში ამ პერიოდში უკვე გავრცელებული იყო რადიაციული წყლებით მკურნალობა და რა თქმა უნდა ამ მოდას საბჭოთა კავშირი ნამდვილად არ ჩამორჩებოდა და სწორედ ამ მიზეზით დაიწყეს გაშენება სანატორიუმების წყალტუბოში. 37 წელს უკვე პირველი სანატორიუმი მეგობრობა აშენდა, 39 წელს კი სოფელი იმდენად დიდი გახდა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა წყალტუბო დიდ რაიონად გადაექციათ. სტალინი და ბერია აქაურობას უკვე 51 წელს ეწვივნენ. სწორედ ამ პერიოდში გადაწყდა, რომ აქ უნდა გაშენებულიყო დიდი სანატორიუმების რეგიონი და სპეციალური გეგმაც შედგა. 1951 წელს ყველაზე გრანდიოზული სანატორიუმების მშენებლობა დაიწყო. თბილისი და მაღაროელი. 57 წელს უკვე მეტალურგი და თავდაცვის სამინისტროს ელიტური სანატორიუმები აშენდა. რა თქმა უნდა, შემდგომაც გრძელდება უკვე სანატორიუმების მშენებლობის პერიოდი და 61 წელს ხრუშოვის პერიოდში უკვე სანატორიუმი იმერეთი გამოჩნდა. 85 წელს კურორტს გორბაჩოვი და ელცივინი ეწვივნენ. წყალტუბოს ისტორიაში აღნიშნულ პერიოდს საბჭოთა სამოთხესაც კი უწოდებდნენ ხოლმე. 80-იანი წლების ბოლოს წყალტუბო იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მთელს საბჭოთა კავშირში. მიახლოებით 6000 ადამიანზე გათვლილი 22 სანატორიუმი აშენდა. მოქმედებდა მოსკოვი წყალტუბოს პირდაპირი მატარებელი. თუმცა დღესდღეობით სრული სია და ზუსტი სტატისტიკა იმის, რამდენი ადამიანი ისვენებდა წყალტუბოში, ნამდვილად არ გვაქვს. აფხაზეთის ომის შემდგომ მრავალი წელი გავიდა
და ქვეყანაში სიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდა. თუმცა მიუხედავად ამისა, სანატორიების აღდგენა დღესაც ვერ მოხერხდა. გამარჯობა ქართულად ქართულად გამარჯობა გაკეთე ქართულად რომ მოგვიყვე, რა არის ოტიას ეზო მთლიანობაში და რას საქმიანობთ როგორც დიდი ოტიას საქმის გამგრძელებლები და როგორც ასე რომ ვთქვათ ქვეყნისთვის რას აკეთებს ოტიას ეზო ან მთლიანობაში ოტიას ეზოს შესახებ რომ მოგვიყვე. ოტიას ეზო პირველ რიგში ემსახურება მწერლის სახლ-მუზეუმს. მწერლის სახლ-მუზეუმის გასაძლიერებლად და აი იქ ეკონომიკური სიძლიერის შესაქმნელად, იმიტომ რომ ის არის კერძო საკუთრება, შეიქმნა ოტიას ეზო, რომელიც დღესდღეობით კულტურული შემოქმედებითი სამეწარმეო, საგანმანათლებლო და ტურისტული საქმიანობა, აი ბევრი საქმიანობა ჩამოთვალე, მაგრამ რეალობაშიც ასია ამ ყველაფერს ვემსახურებით, როგორც ღვინის მარნით და ლუდსახარშით, ასევე ტურისტული პატარა ობიექტით და საგანმანათლებლო სივრცეში, რასაც გულისხმობთ, ეს არა მხოლოდ ტურისტული მიმართულებით, არამედ ოტია იოსელიანის საკვირაო სკოლით გვირგვინდება. უკვე 10 წელიწადია ოტია იოსელიანის საკვირაო სკოლა არსებობს ქალაქ წყალტუბოში. მეც 3 წელია შეუერთდი ამ საკვირაო სკოლას და ხელსაქმეს ვასწავლი ბავშვებს, როგორიც არის ხევსურული ქარგვა, ჯვრული ქარგვა, ჯაჭვის პერანგის გსოვა და აი ვცდილობთ, რომ ბავშვებში აი ეს ხელოვნება უფრო მეტად გავაღვიოთ. როგორ გამოგვდის ეს მეორე საკითხია, უკეთესად გვინდა რომ გამოგვივიდეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ აი ჩვენს მოსწავლეებს უფასოდ შეუძლიათ რომ ეს ცოდნა მიიღონ და არ მოუწიოთ ქალაქის და მუნიციპალიტეტის დატოვება და ირგვლივ შემოგარენში ძალიან ბევრი სოფელია, საიდანაც მოსწავლეები ყოველდღიურ რეჟიმში ისედაც დადიან ან სკოლაში დადიან აქ წყალტუბოში და აი საკვირაო სკოლა ვფიქრობ, რომ აძლიერებს აქაურ მომავალ თაობასაც. რაც შეეხება შემოქმედებით სივრცეს და აი კულტურულ მიმართულებას, პანდემიის დროიდან დავიწყეთ მწერლის მიერ შექმნილი პიესების მიხედვით სპექტაკლების გაცოცხლებას ჩვენთან მუზეუმში და გვინდა რომ მომავალშიც გავყვეთ ამ საქმეს, იმიტომ რომ ოტია იოსელიანი იყო გენიალური დრამატურგიც და საოცარი პიესების ავტორია, რომლის მიხედვითაც არის გენიალური სპექტაკლები დადგმული. ვცდილობთ რომ წყალტუბოში აი ეს მიმართულებას განვითარდეს და იმედია რომ აი სულ რაღაც უახლოეს მომავალში ამ საკითხშიც ჩვენ სიტყვას ვიტყვით. ჩვენი მოსწავლეების გვერდში დგომითაც, იმიტომ რომ საოცარი ბავშვები გვყავს, რომლებიც კითხულობენ გადასარევად, არიან ძალიან ნიჭიერები და მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეს აგვირგვინებდეს მომავალი თაობის ხელშეწყობა. იმიტომ რომ ქვეყნის მთავარი გეზი უნდა იყოს, რომ ამ ქვეყანაში განვითარდნენ ახალგაზრდები, აქ გქონდეთ სურვილი, რომ აქ დაფუძნდნენ, აქ გადმოანთხრიონ თავიანთი ნიჭი და ნაკლები გადინება მოხდეს ქვეყნიდან. ჩვენ ვიმყოფებით ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, რომელიც 1995 წელს დააპროექტა, იმავე წელს დაიწყო მშენებლობა და 3 წელიწადში დაასრულა. დღეს სახლს ცოტა მოძველებული შეხედულება აქვს, თუმცა მას ჯერ კიდევ 40 წელი არ შესრულებია და დიდი ოტიას თხოვნით ის ეზოშივე არის დაკრძალული. რომ გავაგრძელოთ დიდი ოტიას საკითხი, ის დანატოვარი საგანძური, რომელიც დაუტოვა როგორც ქვეყანას, ისე ოჯახს დაუტოვა ფაქტიურად, როგორ ხდება მისი შემოქმედების გაგრძელება, იმ დანატოვარის გაღვივება და გაცნობა უფრო მეტად, გაგრძელება, მოდი ესე დავარქვათ. როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს? მწერლის სამი შვილი აქტიურად არის ამ საქმიანობაში ჩართული, რასაც ქვია წიგნის გამოცემა, რედაქტირება. იმიტომ რომ საკმაოდ რთულია ოტია იოსელიანის შემოქმედების ხელშეხება. არადა ყველა წიგნს მაინც სჭირდება დარედაქტირება, ხელის შევლება და ნუ ასე შემდეგ. საბედნიეროდ მანანა მამიდა და ბაჩოძია აქტიურად არიან ჩართულები ამ ყველაფერში და ჩემი მამამცილს დაჩის დიდი ზურგი ყავს თავის დაძმის სახით. წიგნები გამოდის ყოველწლიურად დაახლოებით ყველაზე მცირე 2-3 წიგნი იბეჭდება ახლიდან. ცდილობენ ეს შვილები რომ დარედაქტირებული ეს მასალა რაც ისედაც წლების განმავლობაში გამოიცემოდა, ხელმეორედ გამოიცეს
და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მწერალმა ყველაზე დიდი საგანძური რაც დატოვა, ეს ჩვენს უკან კადრში არის წიგნები, რომელიც 10 ტომად აქვს დაწერილი. რაღაცნაირად თითქოს მწერალი დაჩის ზღაპრების ირგვლივ ასოცირდება ჩვენთვის და მის სიბრძნესთან და აი სამართლიანობასთან, ენაკვიმატობასთან, ყალიონთან, ანუ ესეთ რაღაცებთან არის დაკავშირებული. არა და ხო 10 ტომი რო აქვს დაწერილი, ამაზე ესე არავინ არ საუბრობს. როგორც ამ ოჯახის წარმომადგენელი, შენი აზრით, რას წარმოადგენდა დიდი ოდიასთვის წყალტუბო და რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ამ ქალაქს? არ მინდა რომ ხმამაღალი რაღაც განცხადებები გამოვივიდეს და მწერლის სახელით ესე ვილაპარაკო ან ოჯახის სიტყვა გადმოვიბარო, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ და გავაანალიზებთ სიტუაციას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ 85-86 წელში მოვიდა, ააშენა და დღეს ეს სახლ-მუზეუმი, რა თქმა უნდა, მწერლის სრულით დგას. რომ არ ყვარებოდა და რომ არ მოსწონებოდა და რომ არ დომებოდა აკოფნა, ვერავინ ვერ დააძალებდა ოტია იოსელიანს, რომ კონკრეტულ ადგილას ეცხოვრა. მეორე მომენტი არის ის, რომ ბავშვობის ძალიან დიდი მოგონებები აკავშირებდა წყალტუბოსთან, იმიტომ რომ უკვე მე-9 კლასის შემდეგ თვითონ ქალაქში, სკოლაში გადმოვიდა და აქ გაიცნო სწორედ მისი მეუღლეც, მისი კლასელი იყო, ქეთობებოდა. რა თქმა უნდა, მის ბავშვობასთანაც ესე ასოცირდება აქაურობა. და მესამე ისტორია არის ის, რომ როდესაც იოსელიანები ეზიაში თამომავლები, ანუ ეზია იოსელიანი იყო სოლომონ მეფის დროს, ფიცის კაცების ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელი, რომელიც სვანეთიდან, მულახის თემიდან, სოფელი ლახირიდან წამოვიდა. და იმ 12 გვარს შორის იყო იოსელიანები, რომლებიც სოლომონს ეხმარებოდნენ და ძალიან გამოჩენილი ვაჟკაცობითაც გამოირჩეოდნენ. და იოსელიანებს გადაეცათ აი ეს ტერიტორიები მფლობელობაში, ეს ვამბობ მე-17 საუკუნის მეორე ნახევარს, ახლობით 1659-50-იანი წლები იყო, რომ არ მოვიტყუო, დაახლოებით ხო მე-17 საუკუნის მეორე ნახევარი იყო და იოსელიანების სამფლობელოში იყო ეს ყველაფერი გადმოცემული, მე რა თქმა უნდა ეს წყობა დაიშალა, მაგრამ ეს სიყვარული შენარჩუნებული აქვს და გვიშტიფშიც სწორედ ამის გამო არიან დასახლებულები და გვიშტები და წყალტუბო გადაბმულია ერთმანეთზე, შეიძლება ვერც მიხვდე რომ გახვედი ქალაქი წყალტუბოდან და სოფელ გვიშტიფში შეხვედი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ უყვარდა მწერალს აქაურობა, მოსწონდა და აქედან გამომდინარეც დასახლდა და მისი სახლ-მუზეუმიც აქ ააშენა. მაინტერესებს როგორ მოხდა? როგორ გადაწყვიტეთ შეუღლება? და მთლიანობაში აი როგორი როლი ითამაშა თვითონ ამ ხრიდოლმა მომავლის განვითარებაში, როგორც ოჯახის, ისე პროფესიული კუთხით, რა თქმა უნდა. შემიძლია ვთქვა, რომ აი ჩემ ჩამოყალიბებაში ხრიდოლის ფედერაციას ბიძა ჩემს ნუკრის ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები და ამაზე ხშირად საუბრობ ხოლმე, რადგან ეს ყველაფერი უნდა ისწავლო. ან უნდა უყურებდე ამას და ეს გარემო უნდა იყოს ისეთი, სადაც ეს ყველაფერი ბუნებრივია, მაგრამ 21 საუკუნეში ხო ეს გარემო უკვე აღარ იყო და აქედან გამომდინარე მომიწია ამ ყველაფრის სწავლა. ლესელიძეზე ჩვენ სკოლაში ახლა 67-ში სადაც ვსწავლობდით, ხო მანდ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ მისწავლია, არც უნივერსიტეტში არავის არ უსწავლებია. როდესაც ხრიდოლის ფედერაციაში მოვხვდი და აი ამ ლაშქრის ნაწილი გავხდი, უკვე იქ ავუღიალღო ამ ყველაფერს. მე 2013 წლიდან დავიწყე აქტიურად ქართული სულისკვეთებით ცხოვრება და უკვე 2018 წელი იყო, როდესაც შემთხვევით ფუძეობიდან ფუძეობაზეც ვიტყვი ორ სიტყვას, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ფუძეობამ, ეს არის რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი, სადაც მოვხვდი ხრიდოლიდან და ფესტივალის ორგანიზატორი ვიყავი, თითქმის 3 წელიწადზე მეტი და წყალტუბოში ჩავატარეთ ეს ერთ-ერთი ფესტივალი, შემოდგომის წყალტუბა და მაშინ გავიცანი ოტია. ალბათ არ ვიცი, ეს ჩემი არჩეული ცხოვრების წესი, რაც მეტყობა, ესე რომ შემომხედავ, არ ვიცი, შეიძლება ეს მოეწონა ოტიას, არ ვიცი, ნამდვილად. რა თქმა უნდა, ეს ხრიდოლის ლაშქარის ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ჩემ პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი აქვს ნათამაშები. კი, მანამდეც ესეთი ვიყავი, მაგალითად ენერგიული, აღარ მინდა ხა საკუთარი თავის რო გამომივიდეს, როგორიც ვარ.
მაგრამ ხო ცხოვრების წესზე დიდი გავლენა იქონია და არ ვიცი, მეტყობა უტიამ ჩათვალა საჭიროთ, რომ კაი გოგოაო ესა. ეხლა კი მეუბნება შენ შემომივარდიო, იმიტომ რომ ფესტივალის მეორე დღეს მოვედით სანახავად მუზეუმის და მახსოვს პირველად როდის შემოვედი იმ კარებიდან ესე შემოვედი, აი ამ ემოციამ უკან გამწია, იმიტომ რომ მართლა ძალიან შთამბეჭდა ვიყო წერლის აი ამ სულისკვეთების ეს სიახლოვე. და მაშინ ვამბობდი, რომ მეთქი რა ბედნიერები არიან, რომ რამდენ სიძველეს უყურებენ თქო, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი დიდი გატაცება არის აი ამ ძველი ნივთების შეგროვება. ბევრისთვის ხრიგებია და ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის. და ეს მშრალხიძე ვიყავი ხოლმე კარგად დაფუძნებული, სანამ ესე წყალტუბოში გადმოვცხოვრდებოდი, მშრალხიძე მყავდა სამეგობრო წრე, სადაც მივდიოდი და ხშირად ყიდულობდი ხოლმე ესე ტრადიციულ ძველ ნივთებს. და ის რომ შემოვედი და ეს რომ ნახე ამდენი სიძველე, მეთქი რა ბედნიერები არიან, თქო ესე ვიფიქრე და ხო, ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად თუ მეც ამ ოჯახის წევრი გავხდებოდი. ნუ ციკო, რა გაკურვებს ყველაზე მეტად წყალტუბოში? ის პირველი შთაბეჭდილებები არ გამნელებია, სიმწვანე. სიმწვანე და მცენარეების მრავალფეროვნება, იმიტომ რომ საოცარი პარკი გვაქვს წყალტუბოში და ყველაზე მეტად ეს მიყვარს ამ ქალაქში. გამარჯობა ქართულად გამარჯობა გაკეთე ქართულად ახლა წყალტუბო უხერხულ სამშენებლო ადგილს გავს. თუმცა მის ცენტრში არსებობს ძალიან დიდი პარკი, რომელიც იზიდავს ტურისტებს და ადამიანებს მისი გარეგნობით. აქ შეხვდებით ძალიან ლამაზ ბუნებას, შეგიძლიათ გაისეირნოთ, ახვიდეთ სანატორიუმებში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ის მეტად ლამაზია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს იყო. ასევე წყალტუბოს ცენტრში ძალიან ბევრ ადამიანს ვერ შეხვდებით და მეტად უფრო მიტოვებული ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა აქ მოდის ბევრი ტურისტი, რომელსაც იზიდავს სწორედ ის ნანგრევები და ნარჩენები, რომელიც ძველი არქიტექტურიდან გამომდინარე დაგვრჩა. ასევე საინტერესო ფაქტია ისიც, რომ წყალტუბოს პარკში მდებარეობს ნომერ მერვე მიტოვებული აბანო. განსაკუთრებული არქიტექტურით, რომ დაათვალიეროთ და ზევიდან რომ შეხედოთ, თითქოს უცხოპლანეტელების ხომალდს გავს აღნიშნული აბანო. და საკმაოდ ისეთი გამორჩეული დიზაინი აქვს. და ალბათ საინტერესოც იქნებოდა რაიმე პოსტ-აპოკალიფსური ფილმის გადაღებაც ამ ადგილზე. სახურავის ქვეშ გვირილის ფორმებად განლაგებული აბანოებია, რომელიც საკმაოდ სურეალურად გამოიყურება, თუმცა მნახველებს იზიდავს მისი სილამაზით და უცნაური არქიტექტურით, რომელიც დაფარულია ხავსით და პატარ-პატარა ხეებით. აბანო 1959 წელს არის აშენებული. ამბობენ, რომ ის გარკვეულწილად არქიტექტურული ექსპერიმენტი იყო. იმისათვის, რომ 1961 წელს სწორედ ეს სახურავი, რომელიც დაპროექტდა ამ აბანოსთვის, გამოიყენებინათ თბილისის სპორტის სასახლის სახურავის ასაგებად. აი ეს წყენა, რომელიც გაქვს, რომ წყალტუბომ დაკარგა თავისი ფუნქცია და ფაქტურად, მიტოვებულ ქალაქად არის ცნობილი. შენი აზრით, აი როგორ წარმოგიდგენია დაახლოებით 10-15 წლის მერე რა იქნება წყალტუბოში? შესაძლებელი არის, რომ ვთქვათ, აი ეს ყველაფერი განვითარდეს ისევ, ან ნაწილი მაინც. როგორ წარმოგიდგენია ესე მოკლედ, რომ ვთქვათ, წყალტუბო გარკვეული პერიოდის შემდგომ? ძალიან მტკივნეული საკითხია და ხმამაღლა ამაზე ესე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ბევრ საკითხს მოიცავს. ძალიან ბევრი პრობლემის წინაშეა ზოგადად ქალაქი და ქვეყანაც. და ამ კუთხით ძალიან რთულია ესე მომავალი რაღაცა გეგმების დასახვა, რადგან ჩვეულებრივ არ უნდა განვითარდეს წყალტუბო და ვერც იმას შეგიძლია შენი სურვილი მაგალითად თქვა, აი ვეღარასდროს ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. იმიტომ რომ მაშინ საბჭოთა კავშირზე იყო მორგებული. ანუ ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს საკავშირო დონის დასასვენებელი კურორტი, სადაც აუცილებელი იყო, რომ ყველა ის დასაქმებული ადამიანი, მაშინ იყო ესეთი ვაუჩერები და ბილეთები, საგზურები და ამ საგზურებით ვალდებულები იყვნენ, რომ ჩამოსულიყვნენ. არის ესე ძალიან ისე ჟღერს ხოლმე, რომ აი მოსკოვი თბილისი ყოველდღიურად დადიოდა ამბობენ ხან 9, ხან 18 რაღაცა ესე არის შემორჩენილი, რომ ხო მატარებელი იყო და მაშინდელი წყალტუბოს ბინა მოსკოვის ბინაზე ერთ-ერთზე იცვლებოდაო. დღეს რო ესე მსჯელობენ ხოლმე, ეს ხშირად მესმის.
რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირზე მორგებული კურორტი იგივე სახეს ვერ დაიბრუნებს. ფიზიკურად ეს ამდენი სანატორიუმი რო აშენდეს ხელახლა ან გარემონტდეს, ამდენი ადამიანის დამსვენებლის აქ მოზიდვა ფიზიკურად შეუძლებელია და ვერც აუვალთ. ამიტომ არის სწორი გეგმა შესამუშავებელი. ძალიან ბევრჯერ სხვადასხვა მთავრობის დროს დაიწყო წყალტუბოს განვითარების გეგმაზე მუშაობა. დღესაც არის ესე წყალტუბოს განვითარების გეგმა ჩაშვებული. რამდენიმე წელიწადია უკვე ეს პროცესი მიმდინარეობს და ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ შევიკავოთ თავი რაღაცა კომენტარებისგან, იმიტომ რომ ყველას გვინდა რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ყველაფერი, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ აი 10 წლის შემდეგ ვფიქრობ, რომ წყალტუბოზე არ ვისაუბრებ. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ქალაქში მოწესრიგებული იქნება ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც დღეს პრობლემის წინაშე ვართ და ინფრასტრუქტურული საკითხები უკეთესად იქნება მობილიზებული. სულ მცირე ორი სანატორიუმი მაინც იქნება დაშვებული და ფუნქციონირება იქნება ესე დაბრუნებული, იმიტომ რომ დღეს მხოლოდ ერთადერთი სანატორიუმია, რომელმაც არ დაკარგა ფუნქცია. სამხედრო სანატორიუმი დღეს არის სპა ლეგენდის სახელით ცნობილი და ზუსტად ისევ ისი არის შენარჩუნებული და კერძო საკუთრებაა და ადამიანებს შეუძლიათ რომ მივიდნენ და ნახონ ის პერიოდი, როცა აი თუნდაც ადრე როგორ ისვენებდნენ ის ადამიანები და საოცარი ეზოც აქვს ასევე. გამარჯობა ქართულად, გამარჯობა გაკეთე ქართულად. წყალტუბო სამკურნალო კურორტი იყო. ადამიანები დღესაც ფიქრობენ, რომ რადონით მკურნალობა მეცნიერულად დასაბუთებულია და დადასტურებული. თუმცა ეს ასე არ არის. მე-19 საუკუნის რადონის საბანოები კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. თუმცა თანამედროვე სამყაროში მეცნიერები ჯერაც არ არიან ჩამოყალიბებული რადონის სამკურნალო თვისებების შესახებ. ეს მაინც რაღაც ალტერნატიული მედიცინის მსგავსია. წყალტუბოს თერმული წყალი შეიცავს რადონის იზოტოპებს და მიეკუთვნება აზოტიანი მინერალური წყლების კლასს. რადონი არის ურანის ან რადიუმის დაშლის პროდუქტი. წყალტუბოს ქვეშ სადღაც რღმად არის ურანის მადნები. ეს ურანი იშლება რადონად, რომელიც წყალში შეაღწევს და მასთან ერთად ამოდის ზედაპირზე. წყალში რჩება გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ აორთქლდება. თუ ასეთ წყალში ჩაეფლობით, რადონი კანში შეაღწევს, მაგრამ არც ისე ღრმად. იქიდან ის მცირე დოზებით აღწევს სისხლში და აორთქლდება ფილტვებში. მეცნიერული თვალსაზრისით სხეული იღებს კანის დასხივებას. ერთის მხრივ, როგორც ნებისმიერ რადიოაქტიურ გამოსხივებას, როდესაც საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ჩვენს ორგანიზმზე. მან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის კიბო. სწორედ ამიტომ ამერიკაში და გერმანიაში საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს რადონის აბაზანების გამოყენების მიმართ. მეორეს მხრივ, რადონი ნამდვილად ხსნის ტკივილს და ის კარგია ჩვენი ნერვიული სისტემისთვის. თუმცა წამყვანი მეცნიერები მსოფლიოში გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ, სანამ ვისარგებლებთ ასეთი აბაზანებით. მაგალითად, თუ ადამიანებს აქვთ რაიმე რადიაციული დაავადება, ან ხშირად იყენებენ თამბაქოს, სჯობია რომ თავი შევიკავოთ ასეთი აბაზანების გამოყენებისაგან, რა თქმა უნდა. კერძოდ წყალტუბოს წყალი დაბალ რადონიანად ითვლება. აქ რადიაციის დონე 1 ლიტრ წყალზე მიახლოებით 40-დან 100 ბეკელამდე მერყეობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტები აქვს რადიაციასთან მიმართებით. და ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორიც არის ამერიკა და გერმანია, მაგალითად, იქ რადიაციის დონე 1 ლიტრ წყალზე მიახლოებით 10-დან 150-მდე მერყეობს. წყალტუბოში მდებარეობს სტალინის 7 დაჩიდან ერთ-ერთი. სწორედ ჩემს ზურგს უკან შეგიძლიათ ნახოთ ის დაჩა, რომელიც 1931 წელს არის აშენებული. ისტორიკოსების თქმით, ის ყველაზე ძველი დაჩაა და ერთ-ერთი პირველი, რომელიც საქართველოში აუგეს სტალინს. აღნიშნული დაჩა წყალტუბოს ყველაზე მაღალ წერტილში არის აგებული. შესაძლებელია, რომ სწორედ ამიტომაც შეარჩიეს ეს ადგილი მისთვის დაჩის ასაშენებლად. როგორც ასეთი ამ ადგილს ისტორიული არანაირი მოვლენა არ უკავშირდება, სტალინი აქ უბრალოდ ჩერდებოდა მაშინ, როდესაც წყალტუბოში რადონული წყლით მკურნალობის დროს რჩებოდა ხოლმე. ეს ადგილი ახლა მხოლოდ და მხოლოდ ისტორიულ ობიექტს წარმოადგენს. ის ამჟამად გაძარცვულია სრულიად და ის სიდიადე, რომელიც ალბათ თავის დროზე ჰქონდა, სრულად დაკარგული აქვს. გამარჯობა ქართულად, გამარჯობა გაკეთე ქართულად. ნუცა,
ახლა თანამედროვე წყალტუბოში ყარ ყველაზე ცნობილი ადამიანი. საქართველოში კი ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი. აი 7 წლის წინ დაახლოებით ჩვენთვის რო ეთქვათ, რომ აი ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდი ცხოვრების ამ ეტაპზე. რა რეაქცია გექნებოდა ამის შესახებ? რთულია ახლა იმაზე საუბარი, რა რეაქცია მექნებოდა, მაგრამ არ მეგონა ამ ხელ პასუხისმგებლობას თუ ავიღებდი. ყოველი შემთხვევაში იმ პერიოდშიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობები მქონდა და აქტიურად ვცხოვრობდით, მაგრამ ხო, ეს პასუხისმგებლობა შემაშინებდა სავარაუდოდ მაშინ. სხვა ისევ ცხოვრობ, როგორც მაშინ ვცხოვრობდი, უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობებით. როგორი ცხოვრება გქონდა იქამდე, სანამ ოტიას გაიცნობდი? სანამ ოტიას გავიცნობდი, იყო ძალიან აქტიური, შემოქმედებითი, ქაოსური, ძალიან ქართული და იდეისთვის ვცხოვრობდი მაშინაც. მთლიანობაში რაკურსი არ შემიცვლია, უბრალოდ ახლა ერთ ადგილას ვარ დაფუძნებული და აქედან ვაკეთებ ამ ყველაფერს და ვემსახურები ოჯახის ინტერესებს. მაგრამ ხო, მაშინ უფრო ქვეყნისთვის ვიყავი ორიენტირებული და ახლა ოჯახზე ვარ ორიენტირებული, ოღონდ ქვეყნისთვის ისა. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც შენს ცხოვრებაში იყო გარკვეული მძიმე მომენტები. და გქონდა ესეთი წარმოდგენა, რომ შენი ცხოვრება მთლიანად უნდა მიგეძღვნა შენი პატარა დებისთვის და ძმისთვის, რომლის გაზრდაში ძალიან დიდი როლი გაქვს მიღებული. ანუ ფაქტიურად მათი დედა იყავი. აი, ეხლა ამ გადმოსახედიდან, როდესაც ხარ ბლოგერი, რას ფიქრობ იმ ცხოვრებაზე, რომლის არჩევაც გინდოდა? აი, რო შეადარო მიახლოებით აი ეს ეტაპი და ის პერიოდი რითი განსხვავდება? რომ ბავშვობიდან ვიცნობ ერთმანეთს. ხო, ესე ფართო საზოგადოების წინაშე ამაზე არ ვსაუბრობ. ზიზი უბრალოდ ჩემი პარალელური კლასელია და ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და მომსწრე იყო ამ ყველაფრის. საკმაოდ საინტერესო ცხოვრება იყო, რთულიც, მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ესეთი ეტაპები. ჩემს ოჯახსაც ჰქონდა რაღაც ესეთი კრიტიკული პერიოდები, როდესაც მომიწია რომ მე რაღაც პასუხისმგებლობები ამიღო, მაგრამ მაშინ როგორ ღირსეულათაც მოვიქეცი და როგორ ღირსეულათაც დავიჭირეთ ჩვენ დაძმამ. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ იყო, ჩემი დაძმის ძალიან დიდი როლი იყო ამ ყველაფერში. უბრალოდ მე რადგან უფროსი ვიყავი, ეს ისე ჩანდა. ხო, არ წარმომედგინა თუ მხოლოდ ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრობდი. არა, ახლაც არიან ძალიან დიდი როლი აქვს ჩემ ცხოვრებაში, ჩემ დაძმას, მაგრამ უკვე დამოუკიდებელი ქალბაჟები არიან და ძალიან მიამაყება, იმიტომ რომ შეიძლება სულ სხვანაირად გვეცხოვრო და აი ახლა როგორც ვცხოვრობთ, ალბათ ხო ყველაზე იდეალური არის, რომელიც არასდროს არ წარმომედგინა. რაც თავი მახსოვს, დადიხარ მანდილით და რო გააგრძელა ეს წინადადება, მაგალითად მანდილი ჩემს ცხოვრებაში. რატომ მანდილამდე არ გახსოვა? რატო არ ამბობ ყველაფერს? მახსოვხარ, მაგრამ ძირითადად სულ ანუ ნუცა, როგორც ბავშვობიდან მოყოლებული, რაღაცა ანუ სტილი გქონდა თითქოს ესეთი შექმნილი. ანუ აი რა როლს თამაშობს და რატო მაინც და მაინც მანდილი? მანდილი როგორც ჩემი ცხოვრების წესი. ეს ყველაზე კარგი გაგრძელება ამ წინა ნაწილის. ჩემი ცხოვრების წესი როგორც ტრადიციული ქართველი ქალის, ქრისტიანის და ხო, ამაში ძალიან დიდი საკითხია ჩემთვის, ძალიან ბევრი ემოცია, ბევრი დამოკიდებულება და დიდი ისტორია იყრის თავს ჩემთვის მანდილში. ეს არის გამოხატულება ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ტრადიციის მიმართ, ჩვენი ქრისტიანობის მიმართ. ასე რომ ვფიქრობ, მხოლოდ საუბარი ამ შემთხვევაში არ არის სწორი. ცხოვრების წესია, რომელსაც ყოველდღიურად მივყვები და ჩემი არჩეული გზა არის, სავალი გზა. გასაგები არის, რომ ოტია იოსელიანის სახლის განვითარებაში შენ პატარა წვლილს იღებდი. მაგრამ აი როგორ მოხდა იმ პატარა ნუცადან, აი უცბად რადიკალურად იცვლება შენი ცხოვრება და ის მომენტებიც მახსოვს, აი ქუჩაში რო გაჩერებენ მაგალითად და აუ შენის ნუცა ხარ და ის რა ქვია, შეიძლება რომ გაგესაუბრო და აი მე რა კარგი გოგო ხარ და ასე შემდგომ. აი როგორ მოხდა ამის განვითარება საერთოდ რომ მოგვიყვე? აი, რაც შეეხება სახლ-მუზეუმს და ოტიას ეზოს.
ოტიას ეზოს აქვს თავისი გვერდი სოციალურ სამყაროში, ოტია იოსელიანის გვერდიც გვაქვს ცალკე სოციალურ სამყაროში. თავიდან დავიწყე იქიდან და ნამდვილად მხოლოდ აი ამ სახლის სახლ-მუზეუმის, ჩვენი საქმიანობის, მარნის, სტუმრების დახვედრის, ექსკურსიების, აი ამის შესახებ ვიღებდი ხოლმე, მაგრამ მე რაღაც მომენტში გაჩნდა თვითონ მოთხოვნაც, რომ უფრო მეტი ყოველდღიურობა, უფრო მეტი კულუარები გამეზიარებინა, მაგრამ ეს ოტიას ეზოს გვერდიდან აღარ ხერხდებოდა, იმიტომ რომ იქ არის რაღაც გარკვეული ჩარჩო გვაქვს, რა ჩარჩოთიც ჩვენ ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენს მაყურებელს. და ესე ძალიან უცებ გაჩნდა იდეა ნუცას-დღიურის, იმიტომ რომ ოტიას ეზო არ იმსახურებს, რომ მხოლოდ რაღაცა ნუცათი ყოფილიყო მოცული, იმიტომ რომ აქ მთავარი მაინც მწერალი არის და ეს საქმიანობა, სახლ-მუზეუმი და ჩვენი ოჯახი. და აი ნუცას-დღიურში უკვე ძალიან თავისუფლად ვარ. ხო და აი გადავწყვიტე, რომ სოციალურ სამყაროში ყოფილიყო თუნდაც ერთი ნუცას-დღიური, სადაც რეალურად ვისაუბრებდი, რომ და გამოვაჩენდი იმას, რაც არის და მართლა ვცდილობ, რომ ვიყო ის, რაც ვარ და ამ ჩემი მეგზურებს ვეძახი, ხშირად შევახსენო ხოლმე, რომ არ არის მხოლოდ ის, რასაც ტელეფონში უყურებენ, იმის უკან ძალიან ბევრი პრობლემაა და ეს უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეპრესია მოყვება ხოლმე მე ამ ამბებს და იმედგაცრუებაც. მახსოვს ნუცას ცნობილი მთიულური ხინკლების ისტორია. ჯიგარო ორი ხინკალი ჩამიყარე? კი, სამწუხაროდ. ხო, ანუ ღვინო, ლუდი და ნუცას ცნობილი მთიულური ხინკლები, რომელიც ხალხს გონია, რომ აქ რესტორანი არის და მოდიან და შეუკვეთავენ. დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გქონდა ჩაწერილი ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეოები. ხო, ახლა იმდენად ხშირად აღარ, იმიტომ რომ დიდხნიანი კომუნიკაცია მქონდა ამ ინტერნეტ სამყაროში ამასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად ამოვიღეთ. ის ხინკლის სასწავლო რაღაც პატარა გაკვეთილები, რასაც ტურისტებისთვის და არ მხოლოდ ტურისტებისთვის, სხვათა შორის იმერეთიდან ძალიან ბევრი კორპორატიული ესეთი ვიზიტი გქონდა, სამეგობრო ან სამსახურეობრივი ესეთი ვიზიტები, სადაც უნდათ რომ ხინკალი გამეკეთებინა. მაგრამ ხო, ძალიან დიდი ოცნება მაქვს, რომ მეც მქონდეს რაღაც პატარა კუთხე, სადაც ესე ხინკლით ყველას გავუმასპინძლდები, მაგრამ სახლ-მუზეუმს არ ეკუთვნის, არ ეკადრება აქაურობას და ჩვენს მანას, რომ აქ მართლა რაღაც სახინკლე მოეწყოს, მაგრამ დასავლეთში ჭირს ხინკალი და ცნობიერების ამაღლების ამბავიც იყო. გამომდის რაღაც კარგად და ამას უზიარებდი სხვებს. ძალიან ხშირად ვწერ ხოლმე ვიდეოებს ხინკლის ცომთან დაკავშირებით, გულსართან დაკავშირებით და მე რაღაც თითქოს ისე ასოცირდებოდა, რომ შეეძლოთ, რომ ესე მოსულიყვნენ და თუნდაც ისე თქვათ, რომ ჯიგარო 1-20 წელი ხინკალი ჩამიყარე და 1-2 ხო ძალიან დიდი უხერხულობა შეიქმნა, ჩემი მამამთილიც გაბრასდა და რაღაც ისე არაფერი არ უთქვამს, ახლა ჩემი ბრალი მართლა იქ არაფერი ისეთი არ იყო, მაგრამ ალბათ კომუნიკაციის პრობლემა იყო, რომ ნუ ადამიანი ხედავს რა, რომ ეს გოგოს უდგას და ხინკალს აკეთებს და ალბათ იფიქრა, რომ შეიძლებოდა ესეც და სადილები, რომლებსაც ტურისტებისთვის ვმართავთ, ოღონდ ეს არის ქართული კულტურის გაცნობის ჭრილში და არა სარესტორნე ბიზნესის გამო. ხშირად ყოფილა, რომ აი შეიძლება მოვიდეთ და ვჭამოთ. ალბათ ეს უფრო ჩვენი არასწორი კომუნიკაციის ბრალი იყო, ამ ხალხის ბრალი არ იყო, იმიტომ რომ ნუ რადგან გაუჩნდათ კითხვა, ესე იგი შენ რაღაცას სწორად არ ამბობ ან არ ასრულებ აზრს. აქედან გამომდინარე ფაქტობრივად მთლიანად ამოღებული გვაქვს, მაგრამ აი იქნება რაღაცა შუალედი ვიპოვოთ, ოქროს შუალედი ან მართლა მოვაწყოთ ეზოში რაღაც ისეთი სივრცე, სადაც ამ პრობლემას გადავჭრით, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე მხოლოდ ღვინის და ლუდის დაჭეშნიკება. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენი ხინკლის თემა თუ მოხდა. ოდეს მე რა თქმა უნდა მართლა ძალიან კარგი რაღაცა იქნება, იმიტომ რომ ვიზუალურადაც მოგიხო, პრობლემა არ არის, მაგრამ ხო ხარ რომ დარეკო და 20 ცალი ხინკალი მომიხარ შეკრე. მე ცოტა უხერხული მომენტი არის. მაგრამ არა, თვითონ ანუ ხინკლის კულტურა ყველას არ გამოსდის. მათ შორის მეც მაგალითად, ანუ ეს არ არის მარტივი, ნამდვილად ხინკლის გაკეთება მარტივი საკითხი არ არის და ალბათ ჩემი თუშური გენი ამ ამბავში დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ
აი მთელი არსებით მიყვარს. შემიძლია ყოველდღე ვაკეთო და ძალიან გამიმართლა რომ ოტიასაც უყვარს ხინკალი, იმიტომ რომ არ ვფიქრობ რომ მხოლოდ ოტია არის იღბლიანი, რომ აი მის ცოლს შეუძლია ხინკლის კეთება, იმიტომ რომ შეიძლება ყველაზე ერთ-ერთი მიზეზიც იყო. არ იცოდა ისე მთხოვა ხელი, არ იცოდა ხინკლის კეთება, რა ვიცოდი. და თორე ხა ეგრე მაბრაზებს ხოლმე, რომ ეს იმიტომ მოვიყვანე, რომ ხინკლის კეთება გამოსდისა. არა, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, რომ როგორი ბედნიერებაა, რომ შეგიძლია ისეთი რაღაც გააკეთო, რითიც შენს მეორე ნახევარს ასე ამონებან გაახარებ, იმიტომ რომ ხოტიასთვის ძალიან ერთ-ერთი მხოლოდ რაღაც კერძად არ აღიქოს ხინკალი, კიდე იმაზე მეტია და აქეთ ხინკალი და მე ჩვენი კიდე ლუდი და მთელი ამბავი და მოკეთ მთა გვაქვს მოწყობილი პატარა აღმოსავლეთის მთა გვაქვს მოწყობილი ჩვენს იმერეთში. შვილის საკითხი მაინტერესებს. ვიცი რომ ძალიან საინტერესო სახელი შეარჩიეთ და ძალიან უცნაური და ვერ წარმოვიდგენდით ახლა ამას თუ დავარქმევდით ბავშვს. ხო, მაგრამ საკმაოდ ისეთი ისტორია აქვს ამ სახელსაც და დიდი ოტიას შემოქმედებაც უკავშირდება ამ სახელს. მე გამიმართლა. გამიმართლა რომ ტრადიციულ ამბავშის მამამთილის სახელი ქვია ჩემს შვილს, მაგრამ აი ორი საკითხია. არ ვაკონკრეტებ, მამამთილის სახელი ქვია თუ ზღაპრის გმირის სახელი ქვია. მაგრამ რეალურად ჩემს მამამთილსაც ზღაპრის გმირის სახელი ქვია, თორემ რომ დაიბადა აბესალომი დაარქვეს. ჩემი მამამთილი აბესალომი იოსელიანია საბუთევით. მაგრამ არავინ არ იცნობს აბესალომით, ყველა დაჩით იცნობს, იმიტომ რომ თვითონ წერალმა დაუძახა მერე დაჩი. ჩემი მამამთილის ძმაც, ბაჩო, წიგნში როგორც არის დაჩის ზღაპრებში ბაჩო, უფროსი ძმა, რეალურად რამაზი არის და რამაზი იოსელიანია. ერთადერთი მანანა მამიდას აქვს შენარჩუნებული სახელი და მანოთი არის ზღაპარში და მანანა ქვია რეალურ ცხოვრებაში. წერალმა დაარქვა ის სახელებით, საბუთებით როგორც ქვიათ და ზღაპარშიც მერე წერალმა ჩაწერა ასე და მერე გადაარქვა სახელები. არ ვიცი. ლესტამბერი რო რქმეოდა ჩემს მამამთილს და დაჩის ზღაპრებიც რო გქონოდა, ხო, ლესტამბერს არ დავარქმევდი ნამდვილად, მაგრამ იღბლიანი აღმოჩნდი მაგამ ბავში, რომ მამამთილის გულიც მოვიგეთ, მაგრამ თვითონ ძალიან გაბრაზებულია, რო კითხო, ძალიან გაბრაზდა. არაო, ჩემი სახელი არაო და მას ვეუბნები ხოლმე, რომ თქვენი სახელი კი არა, კაცო, აგერ ზღაპრის გმირის სახელი დავარქვი. არაფერს შუაში არ ხარ თქო. მაგრამ ხო, რეალურად ჩემი მამამთილის და დაჩის ზღაპრების გმირის სახელია. თუ უკითხავ ხოლმე პატარა დაჩის ზღაპრებს. კი. ვცდილობ, ჯერ მხოლოდ ამ ფურცლების დაღეჭვის სურვილი აქვს, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, იმიტომ რომ ჩემი მამამთილი სულ გვიჩიჩინებს წიგნი იკითხეთ და ვცდილობთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიც გავხადოთ, იმიტომ რომ ვერ დავიკვეხნი, რომ წიგნის გარეშე მე არ ვცხოვრობ. სამწუხაროდ ვცხოვრობ წიგნის გარეშე და ვცდილობ, რომ არ იყოს ეს ასე, ჩემი მამამთილს ძალიან დიდი გავლენა აქვს და ვცდილობთ, რომ ეს ყოველდღიურობის ნაწილი გავხადოთ, იმიტომ რომ ეხლა ტელეფონს რა როლიც უჭირავს ჩვენ ცხოვრებაში, სამწუხაროდ წიგნი ისე აღარ არის. ამიტომ ერთ-ერთი არის ის, რომ ბავშვი მინდა რომ ხედავდეს მუდმივად ოჯახში წიგნს, გადაშლილ წიგნს და რა თქმა უნდა უკითხავ დაჩის ზღაპრებსაც და კიდევ სხვა ხელის გულის ტოლა ზღაპრებს. არის მისჯერ, მაგრამ მეც ვცდილობ რომ გამოვიმუშაო, რომ შულთან მუდმივად მქონდეს ეს წიგნის კულტურა დანერგილი და თუ თავიდანვე არ გააკეთებ ამას და თავიდანვე ან შენ თვითონაც არ წაიკითხავ, ხშირად მეუბნება ხოლმე დაჩი, რომ იქნება ეხლა მაინც დაიწყო წიგნის კითხვა ბავშვის ხათრითო. ხო და ხო, ვცდილობ, რომ მეც უფრო მეტი ვიკითხო, რომ ჩემი შვილი ხედავდეს და ზოგადად მინდა, რომ იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე ვარ, თუნდაც ჩემი შვილის გამო. შენ როგორც მაგალითად აი ქალაქიდან გადმოსული პიროვნება, სადაც ქალაქში ხარ და ქალაქში კარგად ვიცით როგორი ანუ ცხოვრება არის, 7 წყნარ ქალაქში გადმოსვლა. აი როგორ შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი, ესე რომ ვთქვათ, ხმაურიდან ესეთ სიჩუმეში გადმოსვლამ. როგორ შეცვალა? პირველ რიგში ფილტვები გაიხსნა, იმიტომ რომ წყალტუბარის საქართველოში ყველაზე მწვანე ქალაქი და არ მხოლოდ საქართველოში, ბევრი ქვეყანას შორის შეიძლება გამოვარჩიოთ. როგორც ხედავთ, საოცარი პარკია, სადაც 69,000 კვადრატზე არის გაშენებული პარკი და თვითონ წყალტუბო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ქალაქის გეგმარების მიხედვით მოხდა აშენება. ან შუაში არის ეს პარკი, მარჯვენა მხარეს
ან როცა ქუთაისიდან შემოდივართ, მარცხენა მხარეს არის სანატორიუმები, შუაში ამ პარკში არის ეს თერმული წყლები, სადაც წყაროებია, სადაც დღესდღეობით არის სამკურნალო სპა ცენტრები და მარჯვენა მხარეს უკვე აი შემოგარენში განაპირა მხარეს არის მოსახლეობა, სადაც ცხოვრობენ. მთლიანობაში ძალიან შთამბეჭდა ვიყო. პირველად მე როცა ჩამოვედი წყალტუბოში, მაშინ საქმის გამო ვიყავით, ფესტივალის ორგანიზატორები ვიყავით და ასე მოვხვდი აქ და პირველი შთამბეჭდება ის იყო, რომ ამდენი სიმწვანე არც კი მენახა, არც კი წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა სადღაც ერთ პატარა ქალაქში ყოფილიყო. ჩვენი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, ვერ ვგრძნობ ვერც სიმშვიდეს და ვერც მოწყენას და ვერც სიწყნარეს. მაგრამ ხო, მთლიანობაში ქალაქი არის ძალიან წყნარი, მშვიდი. პლუსად შეიძლება ვთქვათ, რომ არის ქუთაისიდან 8 კილომეტრით დაშორებული, ამიტომ თუ ცოტა ხმაური გვინდა, ახლოს არის ქუთაისი, მაგრამ წყალტუბო თავისი მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან კურორტი იყო და დღესაც დასასვენებელ სივრცედ არის აღქმული, კარგი არის, რომ არის სიწყნარე. წარმოიდგინე, რომ 10 წლის შემდგომ გაქვს საშუალება დღევანდელი გადაცემით დღეს გაუგზავნო შენ თავს გარკვეული წერილი. და 10 წლის შემდგომ ამ გადაცემას თუ ნახავ, რა თქმა უნდა, ისევ გამეორებით, ასე ვთქვათ, შენი თავისთვის გექნება რაღაც წერილი დატოვებული, რომელსაც მომავალში მოусმენ. და რას ეტყოდი ნუცას მომავალში, რა წერილს გაუგზავნიდი? ძალიან საინტერესო კითხვაა. სხვა შორის არ ვიფიქრე აქამდე, მაგრამ ალბათ ვეტყოდი, რომ არასოდეს დაკარგო ის ბავშვი და არასოდეს არ დაივიწყო ის, საიდანაც მოდიხარ, არასოდეს არ თქვა ოცნებებზე უარი და მაქსიმალურად იარე წინ. არ გაჩერდე. იმიტომ რომ ადამიანები არ უნდა ვჩერდებოდეთ, რაც უფრო მეც ვქმნით, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობებია, მეტი სურვილებია, მეტი პასუხისმგებლობები და არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ. არ გაჩერდი არასოდეს. გამარჯობა ქართულად, გამარჯობა გაკეთე ქართულად. მუსიკა ჩვენ გადაცემაში გვინდა ესეთი ტრადიციის ჩამოყალიბება, სტუმრები, რომლებიც გვეყოლებიან, მათ შეუძლიათ გადმოგცენ ნებისმიერი ნივთი, რომელსაც შემდგომ ჩვენს მაყურებელს გარკვეული, ასე ვთქვათ, დავალების შესრულების შემდეგ ვაჩვქებთ, გავუგზავნით ნებისმიერ ადგილზე, სადაც იქნებიან. რისი გადმოცემა გინდა ჩვენთვის? დამდრა გადავწყვიტეთ, რომ დაჩის ზღაპრები გაგატანოთ იმ ადამიანისთვის, რომელიც შეასრულებს დავალებას და ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, რადგან ვთვლით, რომ დაჩის ზღაპრები ყველა ოჯახში უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა არის ოჯახში ბავშვი თუ არა, რადგან დაჩის ზღაპრები არ არის ჩვეულებრივი ზღაპარი, ეს არის ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს. ამიტომ ეს თქვენ. მადლობა. ჩვენი დავალება მდგომარეობს შემდეგში. ოტია იოსელიანის შემოქმედებასთან დაკავშირებით უნდა ჩაწეროთ ვიდეო. ეს შეიძლება იყოს პროზა, ლექსი, მოთხრობა, ზღაპარი, გამონათქვამი, ნებისმიერი რამე, რაც ასე ვთქვათ, თქვენ მოგეწონებათ, შეგიძლიათ აარჩიოთ. ჩაწეროთ ამასთან დაკავშირებით ვიდეო, აუცილებლად უნდა მოიჩნოთ ჩვენი სოციალური ქსელები, რომელიც აქ გამოჩნდება. და ვისაც მეტი მოწონება ექნება და ნახვა, ის მიიღებს შესაბამისად ამ საჩუქარს და გაუგზავნით ნებისმიერ ადგილას, სადაც იქნება. წყალტუბოში მოგზაურობის 4 დღე რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი გრანდიოზული ისტორიით დღეს ფაქტიურად ნანგრევებად არის შემორჩენილი, თუმცა 2024 წელსაც კი სანატორიუმები ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ვფიქრობ, რომ ერთ დღეში შეუძლებელია იმ ყველაფრის დათვალიერება, რაც შეიძლება ქალაქმა შემოგთავაზოთ. ამიტომ აუცილებლად მოდით თქვენც ნახეთ ის სასწაული, რაც ამ ქალაქში ხდება. გამარჯობა წყალტუბო. არ გემშვიდობებით, იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად მომავალ შეხვედრამდე. Hola, hey, ni hao, hello, bonjour, konnichiwa, ciao, ciao. გამარჯობა. Გამარჯობა.